მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ რადიო მსმენელებო. მედია კავშირი ობიექტივი კვლავ პირდაპირ ეთერშია. დღეს სტუდიას წარუძღვები მე, ირმა ცხორაგაული. თქვენ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ იმ ნომერზე, რომელიც ამონათდება თქვენს ტელეეკრანებზე, აგერ უკვე ჩანს ეს ტელეფონის ნომერი და პირდაპირ ეთერშივე დასვათ შეკითხვა, ან გამოთქვა თქვენი მოსაზრება ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ახლა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. სასაუბრო ნამდვილად ძალიან ბევრია, მაგრამ მე არ შემიძლია როგორც მრავალი პატიმრის პატრონს მიხეილ სააკაშვილის დროს არ გამოთქვა ჩემი აღშფოთება და ჩემი გულისწყრომა იმას ფაქტთან დაკავშირებით, რომ გუშინ ნათლისღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბატონმა ყაველაშვილმა შეიწყალა 158 პატიმარი. მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ. დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც პატიმარია და გვისმენს, ან პატიმარი იყო, პატიმრობაში იყო, ან პატიმრის პატრონი იყო, ზუსტად მიხვდება ახლა თუ რატომ ვიწყებ მე ამ თემით საუბარს. იმიტომ რომ მე ეს გამოცდილი მაქვს და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ზედმიწევნით ვიცი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ეს დამაზუთხებინა. მოკლედ, ჯერ ეგერთი მთელი დღის განმავლობაში იმის მოლოდინში იყვნენ პატიმრები თუ პატიმრის პატრონები, როდის გამოქვეყნდებოდა ეს შეწყალება და ეს სიაც თავისთავადად უნდა მოყოლოდა ამ შეწყალებას. მთელი დღის განმავლობაში, აი იმ საშინელ ამინდში, უამინდობაში მაინც და მაინც გუშინე საშინელი ამინდი იყო, აი ამ უამინდობაში, აი ამ ყინვაში, მოქალაქეები, პატიმრების პატრონები, აი ასე გაურკვევლად იდგნენ მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში და ელოდნენ თუ როდის იბოძებდა, ნებას იბოძებდა ბატონი ყაველაშვილი და ხელს მოაწერდა შეწყალების აქტს. მოკლედ როგორ ხდება ეს შეწყალების აქტი? შეწყალების აქტის როდესაც ხელი მოეწერება, იმავე დღეს უნდა დატოვოს პატიმარმა საპატიმრო. ღამის 11-ის ნახევარზე გავიგებთ, რომ ბატონი ყაველაშვილი ხელს აწერს ამ შეწყალების აქტს და თუმცა სიამას თუ ვინ გათავისუფლდა არ მოყოლია, ანუ ყველა კვლავ გაურკვევლობაში ციხის შიგნით თუ ციხის გარეთ და ეხლა თქვენ რომ წარმოიდგინოთ, როგორ მძიმედ მიდის ის წუთები, როგორ დაუსრულებელია ეს მოლოდინი, როდესაც პატიმარი შეწყალებულია და გარეთ უნდა გამოვიდეს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. დღემდე, აი ამ წუთამდე ჯერჯერობით ცნობილია და თუ კი ვთქვათ პატიმარი შეწყალების კომისიის შეწყალების შემდეგ რამოდენიმე ხანში უნდა დატოვოს, ძალიან სწრაფად უნდა დატოვოს ის სასჯელ აღსრულებითი დეპარტამენტი, ანუ დღის ბოლომდე, გუშინ ღამის 12 საათამდე ყველა პატიმარს, შეწყალებულ პატიმარს თუ განახევრებული ქონდა, უნდა დაეტოვებინათ ეს საპატიმროები. მაგრამ აი დღეს უკვე ეს უკვე კანონდარღვევაა. ამაშიც კანონდარღვევას და ქართული ოცნების ცინიზმს ვხედავთ, პრეზიდენტის ცინიზმს ვხედავთ ამასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკვე აი ამ დროისათვის მე სანამ თქვენთან მოვიდოდი, მე კვლავ ინფორმაციებს ვეცნობოდი და გავიგე, რომ მხოლოდ 3 პატიმარია ჯერჯერობით გათავისუფლებული. ანუ ის ხალხი, ვინც გუშინ უნდა გამოსულიყო და უსასრულო ღამე გაგრძელდა მათთვის, ვინც უნდა დღეს გამოსულიყო, აი ჯერჯერობით კვლავ საპატიმროებშია და გაურკვევლობაში არიან არიციან. კარგით, ზარია, შემოვიყვანოთ ზარი და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. მოგესალმებით. ალო. გისმენთ ბატონო, მოგესალმებით. მაინტერესებს ბატონო ირმა. დიახ. ჩვენ ქვეყანას განვითარება უწევია თქვენი აზრით. მადლობა ზარისთვის. იცით რაშია საქმე? ჩვენს ქვეყანას განვითარება უწერია, იმიტომ რომ ძალიან გონიერი ხალხი ვართ ქართველები, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ყოვლად შეუძლებელია. სამწუხაროდ ვერანაირად ვერ მოვიყვანეთ ჩვენ ხელისუფლებაში ისეთი მთავრობა, რომელიც რეალურად ხალხზე იზრუნებს. მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ განვითარება პირიქით უკუსლა გვიწერია და სწორედ ამ თემებზე და ამ ხელისუფლებაზე მინდა მე საუბარი განვაგრძო, მაგრამ მანამდე კვლავ ზარ შემოვიყვან. მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დღემშვიდობისა. მოგესალმებით. მინდა ხმა თქვენთან ხშირად დაკავშირება. ნომერი მქონდა გაჩეშული.
დიახ. მე არ ვიცი საიდან ხდება. ვერ გეტყვით ვერაფერს. მაგრამ ჩემი მოსაზრება ხშირად მინდა ხოლმე თქვენ ვაგიზიაროთ. დიახ, გისმენთ. თქვენ პარტიის მხარდამჭერი ვარ. მადლობა. ხაშუში ვიყავი დღემდე და ეხლა დაბრუნდი რუსთავში ვცხოვრობ. ბრძანეთ. ხო და ეხლა ჩაერთო. ეს საიდან მოდის ვერ გეტყვით. ბრძანეთ თქვენი მოსაზრება. გისმენთ. ჩემი მოსაზრება მართლმე ამ ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაც ხდება მე სააკაშვილის დროიდან სულ ბრძოლობდი ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მე ახლა ეს სატელეფონო საუბარი არ არის მე თქვენთანაც მინდოდა მოსვლა დიახ. მოგზანდით. ხო და ტერიტორიულად სადახარცო კი ბატონო, ეს გახლავთ ბურძგლას ქუჩა. საბურთალოზე, კი ბატონო. ტერიტორიულად სადამდებარებას ეგ ბურძგლას ქუჩა. ეს არის საბურთალოზე მიცკევიჩის მესამე ქუჩა, პარალელური. მიცკევიჩის მეორე პარალელური ქუჩა. დიდი მადლობა. ანუ ჯერ არის მიცკევიჩი, შემდეგ არის უკვე ცინცაძის ქუჩა და შემდეგ არის უკვე ეს ბურძგლას ქუჩა. მობრძანდით, სიამოვნებით შეგხვდებით. კი ბატონო. დასრულდა, მადლობა ზარისთვის, მოკლედ ვაგრძელებ ამ თემას და აი ესაც კი სამადლობელოდ ესე გადმოგდებული რაღაცა შეწყალება და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ შეწყალებაში შესულები არიან ის ადამიანები ვისაც სასჯელის ნახევარზე მეტი აქვს უკვე მოხდილი ან და 1 და 2 თვეღა აქვს დარჩენილი აი ამაზეც კი მადლობა უნდა უთხრათ და უნდა ველოდოთ ახლა როდის იბოძებენ ნებას უკაცრავად და როდის შევიტყობთ თუ ვინ არიან ის პატიმრები ახლა წარმოიდგინეთ იმ პატიმრების მდგომარეობა ვინც შინაგანად იცის რომ მას ეკუთვნის უკვე გარეთ გასვლა მაგრამ ჯერ გაურკვევლობაშია აი ეს არის ამ ხელისუფლების სახე რომ არაფრად მივაჩნივართ არ ჩვენი ნერვები არ ჩვენი დაძაბულობა არ ჩვენი განცდები არაფრად არანაირად ესენი ჩვენი ტკივილი და ჩვენი დარდით არ ცხოვრობენ აი მარტო აი ამ პატარა მაგალითითაც კი აი ამ პატარა ფაქტითაც კი ჩანს მათი სახე ეს მინდა გითხრათ თვით მიშა სააკაშვილის დროსაც არ მომხდარა მე იცით რომ მე მრავალი პატიმრის პატრონი ვარ მიშა სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკური პატიმრები მყავდნენ უშუალოდ და ერთ-ერთს მათ შეეხო შეწყალება თქვენ ვერ წარმოიდგენთ ორშაბათიც გავიგე ეს ამბავი და ხუთშაბათამდე როგორ ვიცოცხლე და როგორ ვიცხოვრი არ ვიცი თუმცა მან ამის შესახებ არ იცოდა აი რა წამშიც დამირეკა ხუთშაბათი დღე რომ გათენდა 3:30-ზე რომ ახლა შემატყობინეს რომ შეწყალებული ვარო ზუსტად 3 საათზე 9 საათში ჩემი პატიმარი მიშა სააკაშვილის დროს უკვე გამოშვებული იყო გესმით თქვენ რაზე მაქვს საუბარი და რასთანა მაქვს საქმე რომ ქართული ოცნებას არაფრად მიაჩნია ვერ წარმოუდგენია თუ რა ტკივილს განვიცდით ახლა მეც პირდად ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ რა თქმა უნდა იმ პატიმრების მშობლებს თუ ოჯახის წევრებს რომლებიც აი ამ განცდაში არიან რომელიც პირადად მე უკვე გადატანილი მაქვს თუმცა მათგან განსხვავებით ჩემმა პატიმარმა 9 საათში დატოვა საპატიმრო ეხლა გავაგრძელოთ სხვა საკითხით მეორე საკითხი ეს გახლავთ აუცილებლად ის რომ ხელისუფლება თვლის რომ თქვენი ჯიბიდან გაზრდილი ბიუჯეტიდან უნდა უფრო მეტი და მეტი ხელფასები აიღონ თვლიან რომ ის რაც მათ აქამდე ჰქონდათ უკვე ცოტა და ამიტომ ახალი წლიდან მათ კვლავ გაზარდეს ეს თავისი ხელფასები გაზრდილი აქვს 10%-ით მოდით სანამ გავაგრძელებ და სიღრმისეულად განვიხილავ ამ საკითხს კვლავ ზარია შევაგზავნეთ გისმენთ ბრძანეთ გისმენთ გაითიშეს არის სამწუხაროდ
მოკლედ 10%-ით გაზარდეს თავისი ხელფასები და როგორ ხდება ახლა ხელფასების გაზრდა? ხელფასები განისაზღვრება საბაზისო ხელფასით, რომელიც შემდეგ მრავლდება კოეფიციენტზე და ეს კოეფიციენტი თანამდებობების მიხედვით სხვადასხვაგვარია. აი მაგალითად პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის კოეფიციენტი არის 10. შემდეგ უკვე მინისტრების კოეფიციენტი გახლავთ 8.5, პარლამენტის დეპუტატების 8 და ასე შემდეგ. ანუ 1 იანვრიდან თითოეული მათგანის ხელფასი გაიზარდა 1480 ლარიდან 1600 ლარამდე. თვიური ხელფასი, კის ხელფასი რაც ჰქონდა, კიდევ დაიმატეს ეს ხელფასები. ასე რომ მათი ყოველთვიური ხელფასი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის კოეფიციენტის გათვალისწინებით გაიზარდა 1400 ლარით და შეადგენს 16000 ლარს თვეში. ანუ ჩათვალა პრეზიდენტმა, აი ამ პრეზიდენტმა, რომელიც აი ასე აწამებს ხალხს, ფაქტიურად უკვე ეს არის წამება, რასაც ის დღეს აკეთებს და რაც მან გუშინ გააკეთა, მას ეკუთვნის იმ ხალხისგან, ვინც აი ასე საპატიმროს წინ ქუჩაში დგანან და ვისი ჯიბიდანაც ხელფასი იღებს, 16000 ლარი ხელფასი ეკუთვნის მას. ასევე გადაწყვეტა ბატონმა პაპუაშვილმა, რომ მასაც ეკუთვნის 16000 ლარი. ასე გადაწყვეტა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც ქვეყანაში შემოახალა და სრული დესტაბილიზაცია და სრული დემორალიზაცია მოახდინა საზოგადოების, თulis რომ მასაც ეკუთვნის 16000 ლარი. ეხლა ეს არის ზარია კიდევ უკაცრავად მოგისალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ქალბატონო, ერთი კითხვა მაქვს კიდე. დიახ. აი სულ პირველიდან ჩვენი ქვეყანა საიდან უნდა დაიწყოს განვითარება თქვენი აზრით? კი ბატონო, მადლობა, აუცილებლად მოგახსენებთ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად გაგცემთ, უბრალოდ მე არ მინდა ჯერ თემას გადავხვედა, როგორც კი ამ თემას ამოწურო, მაშინვე დავიწყებ ამ თემაზე საუბარს. საინტერესო თემა, იმიტომ რომ პირდაპირ მიბმული ახლა თქვენი კითხვა, მიბმულია პირდაპირ იმ საკითხთან, რაზედაც ახლა მე ვსაუბრობ. ესე იგი, მათი ხელფასი გაიზარდა 1400 ლარით და ეს არის 7-ჯერ მეტი იმ საშუალო ხელფასისა, რომელიც გამოყვანილია, თქვათ, ქვეყანაში და 48-ჯერ მეტი მინიმალური პენსიის. ანუ ჩვენი პენსიონერები რა პენსიასაც იღებენ, ეს მინიმალური პენსია რაც არის 60 ლარი, ხო? ჩვენ ვიცით 70 წლის ქვემოთ რატომღაც ნაკლები აქვთ, 70 წლის ზევით რატომღაც შედარებით მეტია. და მათ პენსიაზე 43-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ თვიურად ჩვენს სახელმწიფო მოხელეებს და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, ასე თვლიან, რომ ასია საჭირო ისინი იმსახურებენ. ესე იგი, მინისტრები მიიღებენ 13600 ლარს, მათი მოადგილეები მიიღებენ 12000 ლარს, რიგითი დეპუტატების ხელფასი იქნება 12800 ლარი თვეში და პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარეების იქნება 13600 ლარი. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენ ახლა მოსამართლეების ხელფასები. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიიღებს 16000 ლარს, ხოლო რიგითი მოსამართლეები მიიღებენ 13600 ლარს. სახალხო დამცველის ხელფასი შეადგენს 14400 ლარს თვეში და სულ მთლიან ჯამში, ვისაც შეეხო ეს ხელფასების ზრდა, ეს არის 170000 სახელმწიფო მოხელეს. და მათ 2026 წელს აი ამ მომატებული ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან გამოეყოთ 3.4 მილიარდი ლარი. თქვენ ხვდებით ჩვენ რასთან გვაქვს საქმე და ვისთან გვაქვს საქმე პარალელურად, აი ახლა აი ამ ხელფასების პარალელურად მინდა გითხრათ, რომ ამავდროულად ხელისუფლებამ გითხრა, რომ შეგვეშალაო, ჩვენ რომ დავითვალეთო, რომ საარსებო მინიმუმიო 255 ლარიაო, არაო, შეგვშლიაო 250 ლარიაო. ანუ 5 ლარით ნაკლებიო, ვიდრე ვთქვათ აქამდე ვამბობდითო. ესე იგი, ჩვენ ხელისუფლება, რომელიც იღებს 16000, 20000, 18000, და ნუ დაგავიწყდებათ, რომ აი ეს მხოლოდ მშრალი ხელფასი არ არის, მათი შემოსავალი. ამ მშრალი ხელფასის იქეთ არის კიდევ ერთი იმდენი პრემია და კიდევ რაღაცა გაურკვეველი დანამატები.
აი ამათი წარმოუდგენლად დიდი ხელფასები, რამოდენიმე ათეულობით 10,000-ობით და 20,000-ობით დოლარს რომ იღებენ, ისა ლარს რომ იღებენ, 30,000 ლარს რომ იღებენ, 40,000 ლარს რომ იღებენ თვეში ხელფასის სახით თქვენი და ჩემი ჯიბიდან, მათ ჩათვალეს რომ ჩვენი საარსებო მინიმუმი 250 ლარი უნდა იყოს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ზარია. კვლავ ითიშება. აი ამ ჩინოვნიკებმა დაგვიწესეს ჩვენ რომ თქვენო 250 ლარიო, იმიტომ გეკუთვნითო რომ ჩვენო დავითვალეთო, გრამობითო, სული რომ არ ამოგხდეთო, რომ არ გაწყდეთო და რაღაცნაირად რომ იარსებოთო, აი ეს 250 ლარიო თქვენთვისო საკმარისიაო. ეხლა რა შედის ამ 250 ლარში? ამ 250 ლარში შედის მხოლოდ და მხოლოდ საკვები პროდუქტები. იქ არ არის საუბარი კომუნალურ გადასახადებზე, არ არის საუბარი წამლებზე, არ არის საუბარი ექიმებთან ვიზიტზე, არ არის საუბარი სწავლის ფულის გადასახადზე, არ არის საუბარი ბოლოს და ბოლოს ტანის სამოსზე, სამოსელზე, შიშველი ხომ ვერ ვიქნები, ფეხშველი ხომ ვერ ვივლი, არა? ეს არის მხოლოდ ეს 250 ლარიო. გაგვისაზღვრეს და მე ამას წინათაც საუბრობდი რამოდენიმე ხნის წინ, ზუსტად ამ 255 ლარი იყო მაშინ, ახლა გახდა 250 ლარი, რა შედიოდა 250 ლარში გრამობით. და გრამობით აღმოჩნდა რომ როგორც მახსოვს ახლა და რამდენიც მახსოვს, 600 გრამი ლობიო უნდა მიირთვათ თვეში, ემან ზედმეტი არ მოგივიდეთ. უნდა მიირთვათ 400 გრამი მაკარონი, მერე რა მოხდა? 200 გრამს მოხარშავთ თვის დასაწყისში და 200 გრამს მოიხარშავთ, თქვათ, თვის მეორე ნახევარში. გემოს ხო გაუსინჯავთ, ხო გაიგებთ, არ დაგავიწყებათ მისი გემო. ეხლა რაც შეეხება ხორცზე იქ საუბარი არის 100 გრამია თუ 200 გრამია, აღარ მახსოვს ესე ზუსტად ეხლა რომ მოგატყოთ, ანუ ხორცის გემოც გემახსოვრებათ. ანუ ხელისუფლებამ ჩვენ განგვისაზღვრა ისეთი საარსებო მინიმუმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ პროდუქტის გემო არ დაგვავიწყდეს თვიდან თვემდე. აი ეს ამას მეუბნება ეს ხელისუფლება და პლუს ამას მეუბნება რომ იცით რაო, ეხლაო თურმეო ხელფასებიო გაზრდილაო და ბოდის გიხდით ფასებიო გაზრდილი არისო. თუ კი ვთქვათ, ახლა ჩნდება უკვე კითხვა, თუ კი ფასები გაზრდილია და ამას ხელისუფლება აღიარებს და ხელისუფლება გვეუბნება, რომ ფასებიო ძალიან გაზრდილი არისო საკვე პროდუქტებზეო, პირველად მოხმარების პროდუქტებზე მით უმეტესო, მიუხედავად ამისა, საარსებო მინიმუმს გვიტოვებს 250 ლარს. მაშინ რაღაცომ ტოვებს 250 ლარს ამ საარსებო მინიმუმს? მაქსიმალურად აქვს დაწურული ეს საარსებო მინიმუმი ხელისუფლებას ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო. იმ მიზეზის გამო, რომ თუ კი თქვენ თვეში 250 ლარი გაქვთ, ესე იგი თქვენ საარსებო მინიმუმს იღებთ და ამიტომ ვერანაირად სოციალურ დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდებით. არანაირად თქვენ სიღარიბის ზღვარს მიღმა არ ბრძანდებით. თქვენ საშუალო ფენას წარმოადგენთ მოსახლეობის, რომელსაც თვეში 250 ლარი გაქვთ. აი ამიტომ არის რომ ამ საარსებო მინიმუმს ჩვენ ხელისუფლება არ გვიზდის. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ. მოგესალმებით გენაცვალე გილოცავ დღეს ესწავლეთ. მადლობა. გრამოსა ეს არის. თქვენთან რა შეეხება ახლა? პენსიისთან ერთხელ რატო ასეთ დავალპერის ხარჯზე მოგიმატოთო. ეს კაი. ესე იგი 10 ექიმთან უნდა მიხვიდე ნორმალური კვება ხო გამორიცხულია, რომელ ჯანსაღკვებაზეა ლაპარაკი. ისეთი ლობიოს შემოდის და ყიდიან, აი რაღაცა საშინელებას, ის ლობიო თვითონ შეჭამონ და არ დააკობეთ თავიანთ ოჯახებს. რაც შეეხება გამოსავალი უნდა ვნახოთ რაღაცა ისეთი, რომ ჩვენ ამოსუნთქვის საშუალება გქონდეს, მე ვფიქრობ ისევ არჩევნების საშუალებით უნდა მოხდეს ამათი მშვიდობიანი გაცილება. როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ მშვიდობით. კარგით, მადლობა ზარისთვის. მე ასე ვფიქრობ, თორე იმდენ რაღაცაშია, რა ქვია, ნაკლი ჩვენ მიმართ, რომ ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან. კი ბატონო.
ეხლა რახან ჩვენ ამ თემაზე გვიწევს მაინც საუბარი, იმიტომ რომ წინა ზარის პატრონით სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ რაშია გამოსავალიო და როგორ მოვიქცეთ და დაახლოებით იგივე შინაარსის შეკითხვა დასვა ქალბატონმაც. მაშინ მე გადავალ ამ თემაზე. მოდით ვისაუბროთ ჯერ ამ თემაზე და მერე გავაგრძელოთ უკვე კონკრეტული მონაცემები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. რაშია გამოსავალი? ჩვენ ხედავთ, რომ ეხლა ქალბატონმა ბრძანა, რომ არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. არსებობს ორი გზა ხელისუფლების შეცვლის. დემოკრატიული და არადემოკრატიული, ანუ ძალოვანი, ხო? გამომდინარე აქედან, რახან ჩვენ საუბრობთ ძალოვანზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების აყირავება უნდა მოხდეს, რისი მომხრეც არანაირად არა ვარ და მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი უკუსულა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს ირანის მაგალითი ვნახოთ აგერჯენ, ირანის საზოგადოება მთლად დემორალიზებულია, რომელსაც ტრამპი პირდებოდა დახმარებას და იქ კიდევ სხვა სქემა თუ დრო დამრჩება, აუცილებლად ირანზე ვისაუბრებ, თუ რა სქემით მიმდინარეობდა იქ ეს ყველაფერი და ვინ შეგზავნილები აკონტროლებდნენ ამას ყველაფერს და ვისი დაკვეთით ხდებოდა ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ ანუ ჩვენ გამოვრიცხოთ თქვათ ეს ძალოვანი გზა. გვჩება ეხლა არჩევნები, დემოკრატიული გზა. ამ არჩევნებსაც ვხედავთ, რომ გვიყალბებს და გვიყალბებს ხელისუფლება. კარგით, ზარი არ მინდა ვალოდინო და გავაგრძელოთ ამ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. გამარჯობათ. ახლა რო ლაპარაკობენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა მევიშოროთ დემოკრატიული. გამორიცხული არის. ყველა არჩევნებს გააყალბებენ 10 რო ჩატარდეს ადი. ახლა რა არის? მაგათი ეს შინია წასვლა. იმდენი აქვენ გაფუჭებული, იმდენი აქვენ მოპარული, იცი ციხეებში დავდიეთ. მიდიენ ბოლომდე. თუ გოუად, თუ არა და რაღაცა მოხდება. ყველა არჩევნებს გააყალბებენ, აბსოლუტურად ყველა არჩევნებს. ასე გამოსვლებით ვერაფერს ვერ უზავს. ჩვენ ვიძახით დემოკრატია, მაგერია გვარია უკვე დემოკრატია. მაგრამ შიში აქვენ ძალიან დიდი. ამის ეშინიათ. თუ არა, მაგრამ ახლა ყველა ეს ცდილობენ რუსეთის შეყონ თავი, რომ მე ვერაფერი აღარ ვქნა. ბოდიში კარგად გზადდებოდ. მადლობა ნახვამდის. ისე პირდაპირ გეტყვით, რუსეთს ესენი არაფერში არ ჭირდებიან. ეს ილუზია, რომ რუსეთს საქართველოსგან კიდევ რამე ჭირდება, არაფერიც არ ჭირდება და საერთოდ მით უმეტეს ეს საქართველოს შეიძლება ჭირდება, მაგრამ ეს ხელისუფლება და მათთან თანამშრომლობა ნამდვილად არ ჭირდება მერწმუნეთ. ეხლა საუბრობდით ამ არჩევნებზე და სწორედ დროული იყო თქვენი ზარი. რჩება ეს არჩევნები, მაგრამ რა ვქნათ, ამ არჩევნებს სულ გვიყალბებენ და ხმებს ვინც ითვლისო, არჩევნებიც მისიაო, აი ესე ჩამოყალიბდა არადემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი გამონათქვამი არჩევნებთან დაკავშირებით და ხმებს ვინ ითვლის ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, თქვენ ბატონო ახსენეთ სიტყვა შიში. ეს ძალიან კარგია, რომ ქართულ ოცნებას რაღაცის შიში აქვს. ანუ ეს მაინც შერჩა, რომ შიში აქვს იმისა, რომ თქვათ ხელისუფლებაში არ ვიქნები და დამიჭერენ, ხელისუფლებაში ვარიან და ერთმანეთს იჭერენ და ხელისუფლების შემდგომ ხალხი მათ კიდევ როგორ გაასამართლებს, ხო თუ ისეთი ხელისუფლება არ მოვიდა, როგორც ქართული ოცნება, რომელმაც კოაბიტაცია გამომიცხადა ნაციონალურ მოძრაობასთან და ისევნაირად არ დამიტოვა ეს ქართული ოცნების ხალხი ხელისუფლებაში, როგორც თქვათ, ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში გააკეთა. ასეთი ხელისუფლება აღარ უნდა მოვიყვანოთ, სათითაოდ პასუხი უნდა მოკითხოთ, მაგრამ არ გადაუხვევთ თემას და ვიტყვი, რომ მას რა ვქნათ, გამოსავალი რაშია, ხო, გვიყალბებენ და გვიყალბებენ ამ არჩევნებს. კვლავ და კვლავ გეტყვით, გამოსავალი ისევ ჩვენშია, ჩვენი ძალა. ეს არის დაუსრულებელი აქციები, დაუღალავი ბრძოლა, ეს შეიძლება გაგრძელდეს 1 წელიც კი, 2 წელიც კი, მაგრამ თუ კი ხელისუფლება იმის შიში აქვს ხელისუფლებას, რომ მას დაიჭერენ, მას ხალხის შიში გაუჩნდება და ბოლოს სხვა თუ არაფერი, თუ ხელისუფლების ცვლას ვერ შევძლებთ, იმდენი ხალხი ვერ გამოვალთ და ვერ დაუმტკიცებთ ჩვენ, რომ ჩვენ აღარ გვჭირდები და შენ მომხრეები აღარ აყავს, მაშინ
აი ამ დაუსრულებელი აქციები ჩვენი მაინც მივახცეთ, რომ აქ ავტოკრატიას, ავტორიტარიზმს მაინც დავამარცხებთ, შის შეუქმნით მათ იმისა, რომ მოსახლეობა ძალიან გაბრაზებულია და შეიძლება დღითი დღე უფრო იმატოს და მართლა ძალიან ცუდად დამთავრდეს აქ ეს ამბავი და მესამე ადამიანებად ჩავთვლიან. ბოლოს და ბოლოს დაგვინახავენ და არ გვეტყვიან, რომ 400 გრამი ლობიო საკმარისია თქვენთვის თვის განმავლობაშიო. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გაითიშა. მოკლედ საუბრობდით ამ ხელისუფლების ცვლაზე და ის რომ ხელისუფლებამ ჩვენ დაგვინახოს, უნდა გამოვიდეთ გარეთ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ. ალო. მოგესალმებით გენეცვალი ისაუბრეთ. ბალბატონო, შეიძლება მიპასუხოთ, რუსეთი ოკუპანტია? ცოტა ხმამაღლა ცუდად მესმის. არა, არ ისმის. თქვენი ხმა იკარგება. თქვენი ხმა იკარგება ბატონო, საერთოდ არაფერი არ ისმის. გაითიშა. ხო და აი ამ ყველაფრის ფონზე ბატონი ვოლსკი გამობრძანდა, რომელსაც აქვს 15,000 ლარამდე ხელფასი დანამატის და პრემიის გარეშე, გამობრძანდა და თქვა, რომ რა არისო საგანგაშო კაცო, ვისაშიაო ჩვენს ქვეყანაშო სამუშაო ადგილების მეტი რა არისო. აგერო პირიქითო კერძო კომპანიებიო ითხოვენო მუშახელსო და ხალხიო არ მიდისო სამუშაოთო და აი ძალიან აღშფოთებულები არიანო ეს ბიზნესმენებიო, ეს კერძო კომპანიის ფლობელებიო, იმიტომ რომ ვერაშოულობენო მუშახელსო. აქო მარტივი რამ არისო, ის არისო რომ საქმე იმაში გახლავთო რომ აი როდესაც ხარო ექიმიო, როდესაც ხარო მასწავლებელიო, როდესაც ხარო ინჟინერიო, უბრალოდ იმ ბოთლების გაბერვაო, საიდან მოიტანეს ბოთლების გაბერვა, არ ვიცი მე. აი იმ ბოთლების გაბერვას რო ეტყობა ეს პლასტიკური ბარათები იგულისხმა, ეს პლასტმასის ბარათები. აი მათი გაბერვასო არ კადრულობენო. ანუ ამით ის გითხრა რომ თქვენო ექიმებო, ინჟინრებო, მასწავლებლებო, ჩვენ კიდო გველოდებითო რომ დაგასაქმებთო, რაღაცა უწყებებს შევქმნითო, დაწესებულებებს შევქმნითო, ხო გვპირდებოდით ფაბრიკა ქარხნების აშენებას და იქ დაგასაქმებინათ ეს ინჟინრები, ბოთლების მბერავებად კი არა, თავისი მცოდნიცას დონით გამოცდილებიდან და ეხლა თქვენ ბატონო ვოლსკი პირდაპირ თქვენ მინდა მოგმართოთ. თქვენ თვლით რომ თქვენ არ იმსახურებთ ბოთლის გაბერვას და თქვენ იმსახურებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიცე-სპიკერის პოზიციას. რა ისწავლეთ ამისთანა, სად ისწავლეთ? რა გამოცდილება გაქვთ? რა ბრძოლით მოდიხართ? რა წარსული გაქვთ ასეთი რომ თქვენ ბედავთ და მართლა განსწავლულ ადამიანებს, რომლებსაც გაცილებით თქვენზე მეტი გამოცდილებაც აქვს, თქვენზე მეტი განათლებაც აქვს, თქვენზე მეტი ნაბრძოლიც აქვს ამ ქვეყანაში. თქვენ ისიც ვერ გაგირკვევიათ პატრიოტთა ალიანსი, ნაციონალური მოძრაობაა თუ მისგან გაცალკევებული ძალა. მათთან რო გაგვაიგივევეთ და ბრძანეთ რომ ესენიო ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ყოფილანო. ეგაც ვერ გაგირკვევიათ და თვლით რომ აი ეგ პოსტი, ეგ პოზიცია თქვენთვის თან შეფერილია ქართული ოცნების მოსვლის წამიდან და წუთიდან რომ დაიკავეთ ეკრესლო და რომ გამაგრდით მანდ-მაგრა და ეხლა იმ ადამიანებს გაჭირვებულებს, ვინც მართლა ბანკის ცესხებით დაამთავრეს უნივერსიტეტები და მიიღეს განათლება, ამ ახალგაზრდებს ეუბნებით რომ მე აქ უნდა ვიყო მოსვლის წუთიდან წამიდან ბოლომდე აქ უნდა ვიჯდე, მე ვარ ვოლსკი, დიახ მე ამას მიმსახურებ და თქვენ წადით და ბოთლები და ქუჩები ხვეტეთ, ხო? იმიტომ რომ მე აქ იმიტომ ვზივარ, რომ არ ვქმნი იმ რა ქვია სამსახურებს, რომელიც დაგპირდით 2012 წელს რომ მოვედი ხელისუფლებაში. დიახ, ბატონო ვოლსკი, თქვენ დაგპირდით და თქვენნაირები გვპირდებოდნენ რომ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო და ეხლა ბოლო ჯამში აღმოჩნდა რომ ბოთლის მბერავებად გვიშვებდა. რიღით გასხვავდებით მიხეილ სააკაშვილისგან. ის მიხეილ სააკაშვილი იყო ზუსტად რომ ინტელიგენცია უნდა ჩაირეცხოსო და აი ასე გინდა ჩვენი ჩარეცხვაც და მოშორებაც იმისათვის რომ რაც უფრო მეტად დაგვაკნინებთ, დაგვასაცოდავებთ, დაგვაბეჩავებთ, მით უფრო ადვილად მორჩილები გავხდებით. ძალიან შემწდარ ხართ.
მე ცხოვრა გაული ვარ ფშაველი თქვენგან განსხვავებით და სავარაუდოდ თქვენზე უკეთესად ვიცი ქართველი კაცის სული და ბუნება. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. მოგესალმებით ისაუბრეთ. მოგესალმებით, ჩემო კარგო. მოგესალმებით. აი თქვენ ამბობთ, რომ დანამატებს ხელფასებს იღებენო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ. არავით არის რევოლუცია, არავით არის სხვა რაღაც. აი რა უნდა მოხდეს? მოხდეს ესეთი რამ. ჩემი აზრით. გაიყინოს მთელი სახელმწიფო სტრუქტურა, სამსახურები, კერძო სახელმწიფო არავინ არ უნდა გავიდეს. არანაირი თანხის შესვლა არ იქნება ბანკებში და რა დანამატებს აიღებენ და რა ხელფასებს ვერ ვნახოთ. არავინ არ უნდა მუშაობდეს. ერთი საინტერესო თემა იყო გაითიშა სამწუხაროდ. მოკლედ, ვაგზელებ ისევ მე ამ უმუშევრობის თემას, თურმე ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები რო ყოფილა და გავგიჟებულ ვარ და ქმრებს, შვილებს, შვილიშვილებს ტოვებთ საზღვარგარეთ გავბივართ სამუშაოდ. დავჭეთ აქ და ვბეროთ ეს ბოთლები, თურმე რამდენი სამუშაო ადგილი ყოფილა. არა და სულ სხვა მონაცემები მაქვს მე. სოფლიოში საქართველო უმუშევრობის ადგილზე მე-10 ადგილზე ვართ. აი ამ ჩამონათვალში და პირველ 9-ს იცით ვინ წარმოადგენენ? აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნები. აი მათთან ერთად რიგში და მწყრიბში ვართ ჩვენ მე-10. პირველი 9 წინ გვისწრებს მხოლოდ აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნები. აი ამ ხალხის და აი ამ ქვეყნის ვიცე-სპიკერი ბრძანდებით ბატონებო, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრო. თქვენ მინდა მოგმართოთ. აი ასეთი საწოდავი ქვეყნის და აი ამიტომ გვიწესებთ საარსებო მინიმუმს 250 ლარს, რომ მიჩქმალოთ ეს ყველაფერი და არ გამოჩნდეს თუ რეალურად რამდენი მოშიმშილე გვყავს ჩვენ ქვეყანაში, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი არა, თითზე ჩამოსათვლელი, აი ეს ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები რომ არიან გამდიდრებულები თქვენთან ერთად. აი ახლა იმ ბიზნესმენებსაც მივადექი ისევე როგორც თქვენ მიადექით, მაგრამ სანამ ამ ბიზნესმენებზე დავიწყებ საუბარს, კვლავ ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ნუ დაკარგავთ დროს. ისევ გაითიშა. მოკლედ, ბევრი რო აღარ ვისაუბროთ, წინა საახალწლოდ ეთყობა ბატონმა კობახიძემ გათვალა, რომ ეხლა წინა საახალწლოდო ხალხიო შეიკრიფებაო ერთმანეთთანო სუფრებზე დასხდებიანო და აი იმ სუფრასო რაღაცა დაიწყებენო საუბარსო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა ოჯახში სტუმრად ვისთან მივიდოდა აუცილებლად ამ გაზრდილ ხელფასებზე და ამ პროდუქტების ხელმიუწვდომლობაზე იქნებოდა საუბარი, ამაში დარწმუნებული ვარ. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ხალხს ძალიან ამწარებს. და სწორედ აი აქ კობახიძემ წინა საახალწლოდ გააკეთა განცხადება იმისათვის, რომ ასე რომ შეიკრიფებოდნენ, მერე თან იმას, რომ ფასები ძალიან მომატებულია, თან მიჰყვებოდა ფრაზა, რომ აი კობახიძემ ხო თქვა, რომ ეხლა იმას პროდუქტებზე ფასებს დაუწევო. კარგით, გავაგრძელებ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. მოგესალმებით, გენეცვალე, ისაუბრეთ. ისაუბრეთ. გესმით ჩემი ხმა, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. გამარჯობა. აი რა კარგად საუბრობთ თქვენ. პირდაპირ ეთერში გიყურებ. დიახ, მადლობა. რა კარგად საუბრობ. აი თქვენსავით უნდა ისაუბროს ყველა, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც ეშველოს. გაიხარეთ. მადლობა. მადლობა. მოკლედ, მსგავსი შინაარსის განცხადება ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში გააკეთა ბატონმა ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, ამ ფასებთან დაკავშირებით და მან ბრძანა, რომ სურათი, რომელიც გამოიკვეთა, არის ამგვარი. იმპორტირების ფასნამატი არის ზოგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილი. ეს მიუღებელია და საკითხი უნდა დარეგულირდეს. დასარეგულირებლად განსაზღვრული წესები უნდა დადგინდეს. თუმცა
არც წესები დადგინდა, არაფერი არ განისაზღვრა და სიტყვა ჰაერში გაშვებული დარჩა ბატონი ღარიბაშვილის. თუმცა იგივეს გვეუბნება ეხლა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და პირიქით ბატონი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ფასება უფრო რამდენჯერ მოიმატა, ხო? ეხლა ბატონი კობახიძე გვეუბნება ჩვენ ამას, რომ თურმეო ფასებიო ისევ მომატებულიო, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებითო გაცილებით მაღალიაო, ვიდრეო, თქვათ, ჩვენთანო. ხო და თითი გაიშვირა ეს დაახლოებითო 50-180%-ით უფრო ძვირიაო, ვიდრე მაგალითად საფრანგეთის მაღაზიებშიო ერთი და იგივე დასახელების პროდუქტიო. ანუ თუ გასაგებად ვსაუბრობ, რომ ჩვენთან რომელიმე დასახელების კონკრეტული პროდუქტი, თქვათ, ავიღოთ რძე, ავიღოთ ხაჭო, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? საფრანგეთში 50 და 180%-ით ნაკლები ღირს, ვიდრე თქვათ საქართველოსშიო და ესო ყოვლათო მიუღებელიაო და ამიტომო ჩვენო უნდაო დავიწყოთო ამ საკითხზეო მუშაობაო. ბევრიც არ უფიქრიათ და თქვენს რომ პირდაპირი ბრალი, ეს ჩვენი ბრალი არანაირად არ არისო, ხელისუფლებას ხო ეს ჩვევია, როცა რამე კეთდება და კარგია, ჩემი გაკეთებულია, როცა რაღაც ფუჭდება, სულ სხვისკენ იშვერენ ხელს და ახლაც ბატონმა კობახიძემ ხელი გაიშვირა დისტრიბუციასა და ბიზნესმენებზე, მარკეტების დიდი მარკეტების, ჰიპერმარკეტების ფლობელებზე და ბრძანა რომ ესო მათი ბრალიაო. გავაგრძელებ საუბარს, ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ. ისევ გაითიშა. ხო და მოდითო შევქნა თუ ეხლაო კომისიაო, მსგავსი კომისია, როგორიც შეიქმნა, გახსოვთ თქვენ, მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გამოსაკვლევი კომისია რომ შეიქმნა, პარლამენტთან მაშინ არსებული კომისია იყო, ქალბატონი წულუკიანი ხელმძღვანელობდა ამას, თუმცა სულ სხვა რამეს ველოდი და სულ სხვა შედეგი მივიღეთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ის ხალხი, რომელიც რეალურად მართლა დასაჭერი იყო და მართლა გამოსაძიებელი იყო ის სისხლიანი რეჟიმი, სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საბოლოო ჯამში საპატიმროებში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ცალკეული ადამიანები, ვისი მოშორებაც მათ აწყობდათ, მარტივი მიზეზის გამო, ბევრი მათ შორის, რომ არ გამოცხადენ უბრალოდ ამ კომისიაზე და აი ესეთი კომისია შექმნა ახლა ბატონმა კობახიძემ, ბრძანა რომ თავმჯდომარეო კობახიძეო, მე ვიქნებიო ამ პრემიერ-მინისტრი ვიქნები იგივე კომისიის თავმჯდომარეო, შემდეგ ამ კომისიაში შევიდა ეკონომიკის მინისტრი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ასე ჯანმრთელობის შრომის და ასე მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და კიდევ ორი რაღაცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ეხლა კითხვა აქვს ძალიან ბევრი, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. აი ამ უვიცი ვარ, ვერ გავიგე, ვერ გავერკვიე, იქნებდა დამირეკოთ და მითხრათ, ინფლაციას და ფასებს ეროვნული ბანკი ხომ არ არეგულირებს შემთხვევით და რაღაც ამ სიაში მე ქალბატონ თურმანიძეს ვერ ვხედავ. მას პასუხი არ მოეთხოვება, ეროვნული ბანკი არაფერ შუაში არ არის ამ ინფლაციასთან, საერთოდ გვერდზეა გამდგარი? აი ამას ვერ ვიგებ, რატომ არ არის ამ კომისიაში და მეორე რაც ყველაზე მთავარია, მე ძალიან მაინტერესებს ბატონი მამუკა მდინარაძის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ჩართულობა ამ თემაში. გავაგრძელებ ბატონ მამუკაზე საუბარს, ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, ისაუბრეთ. გამარჯობა, ბატონო ირგლა. მოგესალმებით, გენაცვალე. ბანკაი ადამიანის გარე რაღაცა ლაპარაკის საუბრობ, მომწონს ლაპარაკის საუბარი იმათი და თქვენი წევრების არის. იმისა, თქვენი პარტიის და ყველაფერი. ეხლა მიგდენ ყველანი კობახიძე და ის ყველანი მიგდენ, ეხლა საგამოძიების კომისია თუ არის შექმნილი და რატო არის შექმნილი? საფრანგეთში, რომელიც არის და გერმანიაში, ესპანეთში და პროდასა ევროპულ ქვეყნებში, იაფია და თვითონ აწარმოებენ და ის ყველაფერი. ეგ მოდელ გააგდა. აი მაგალითად გერმანიაზე გეტყვით ის არის, დავა არის ნატო
იმპორტირებული რაღაცა რომელიც ძირი არის თუ დანაკლები თვითონი აწარმოებდა ყველაფერი იაფია ყველაფერი აი ჩემი ფიზიკის დასწავლო გერმანიაში არის მაგისტრატურაზე სწავლის რაღაცა ის ფაქტობებია რატო არ უნდა იყოს საქართველოს რატო უნდა იყოს მარტო რომ ლაპარაკობენ ყველაფერი რატო არ ასრულებს ყველა ვიშა დაიაფებულ ყველა რატო არ აიაფებულ ყველა იაფია თუ არ არის რატო არ არის სატანოები რატო არ იქნება მარტო ისინი რო ისინი რო არის რახია სატანოები დეფინები ისინი ვატანო ისა ის თქონა იყო თავები ისინი თქონა იყო მაგალითად ყველაფერი დასახმენ ყველაფერი აი მაგალითად კულტურებს არიხედა ისა იმას როგორც უნდა თავიანთ მენაცებია ფიგები და გლეხები წინოებს უკვე კაპიტალს იმედები რაღაცა თავობა მოხდა დაადო თავობითაც ყოლა იყოს მინდა და ნორმალური ფასი გადაუხანო ხალხი უკვე შახაბასმა რასაც გააკეთე ესენი აკეთებენ შახაბასთან აი ვერაკები ამოდიხა ვერ ამოდიხა ბოლომდე მაგრამ ესენი აფავებენ და ყველაფერი თუმცა აი ეხლა სხვა იმას შევეთები ხალბატონივა ბოდიშ მაპატია თამაშია იქ ჯურის რა არაბები რუალიან რატო ქართველები არ გამრავდნენ საქართველოში რაღაცა რატო ის ქართველი მილიარდები ააშენე ისინი და საქართველო განვითარდეს ყველანაირად დაფიასენ ინგოელები ისინი არაბები თურქები და ისინი ესეთი ინტერნეტში ვნახე გოგო ლაპარაკობდა ის რო არის გორისკე რომ მიდიოთ რაღაცა ის უნდა ნიშნება ტეროვანი რუალი ინგოელებს და გაკეთო ინგოელებს რაღაცა და ინგოელები და ინგოელები არიან აკაშემო ფიქრობ დაგამარხავ და პოლიცია ზოგადად ამით აიდა დაუძრა ვერსიულ რატო ქართველებს არ უჩენამ საჭი მთავრობის რუალია რო ჩაგრი ამას მე არამის არაფერი ისე და აი ეს დაინახა ყველა დაინახა რაღაცა გულიც კი ვარ და აი ფანა მუშაობ საერთოდ გაძვა საერთოდ და არა მეგეხო თორი მოვიდა და ვერტონი ამუშავდა ეხო გაგიწიანება თვითონ ეს ფსიქოლოგიაზე მოქმედებს ადამიანისა გასაგებია გეთახმებით ბატონო სულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ რა თქმა უნდა მაგრამ საქმე რაშია იცით აქ რას გვეუბნება ბატონი კობახიძე ჩვენ გვეუბნება რომ აი უკვე გამბაჟებულიო საქონელიო სანამო დახლამდე მივაო მაშინ ძვირდებაო და ამიტომ ეს არის დისტრიბუციისო და უშუალოთო ბიზნესმენების ამბავიო და მოკლედ ბრალს დებენ ახლა მათ და ოცნება ბიზნეს ახლა საჯარო დაკითხვის რეჟიმს თავაზობს. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს კომისია რო შეიქმნა, პირველი კითხვა რაც გამიჩნდა მე ამ ბატონ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, ახლა ვერ გავიგე, მამუკა მდინარაძის უწყება დაიწყებს დახლ-დახლსიარულ შემოწმებას, აღწერას საქონლის თუ როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. რა საჭირო იყო და რა შუაში იყო აქ ზოგადად მისი ჩარევა, მაგრამ რახან გამოძიების ნაწილია ჩათვალა ბატონმა კობახიძემ, რომ ეს გამოძიება უნდა იყოს, წულუკიანის კომისიის არ იყოს, აი ზუსტად ამდაგვარი კომისია შეიქმნა ახლა და პირდაპირ საჯარო დაკითხვის რეჟიმს თავაზობს ამ ბიზნესმენებს. სხვათა შორის ეს ის ბიზნესმენები გახლავან, ვინც ბიზნესმენთა ასოციაციიდან აი ესე ბრმად ხელი რო აწიეს და მხარი რომ დაუჭირეს ამ არაბული ქალაქების მშენებლობას. ბიზნესმენი როცა ხარ, ხელშეკრულება ელემენტარული ხელშეკრულება არ უნდა მოითხოვო და არ უნდა ჩაიხედო იმ შენი ქვეყნისთვის იქ რა წერია, რას გიყიდიან და რას უკაცრავად ამ სიტყვაზე და კტენიან და გატენიან. შენ რო ბიზნესმენი ხარ და მე რომ უბრალო გლეხი ვარ, მუშა ვარ, წარმოდგენა არა მაქვს და შენ რო ხელისუფლება გითაყვდება და გეუბნება, ელემენტარული ის მაინც გააკეთე შენი შულებისთვის და შვილიშვილებისთვის, რომ მომეცი არაბებთან დადებულ ხელშეკრულებას ჩავიხედო, მოკლედ ამ ბიზნესმენებს ახლა უწყობენ უკვე დაკითხვის რეჟიმს, საჯარო დაკითხვის რეჟიმს. და რაც მთავარია, თუ კი არ მიხვალ, შესაძლებელია დაგაკავონ კიდევაც. ანუ ერთ-ერთში იგივე, რაც თქვათ წულუკიანის კომისიის დროს იყო. ეხლა პოლიტიკურ თემებში ჩვენ დავინახეთ განტევების ვაცები, ხო? აი დავინახეთ, სხვათა შორის ეს ამ კომისიაში ის მინისტრები გახლავან, რომლებიც ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც პიქს და ზღვარს ვიყავით გადასულები და ვართ კიდევაც ამ კორუფციაში და თვითონაც რო კორუფციულ სქემაში არიან ჩართულები პირველი, ის რომ თვითონაც კორუმპირებულები არიან და უამრავ ბიზნესებში არიან ჩართულები, ღარიბაშვილს თუ იმის გამო ასამართლებენ, რომ მას თავისი საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ახლა თვითონ ამათ თავისი ბიზნესები რო აქვს, ახლა ნუ ჩამომათვლევინებენ ქალბატონ მარიამს კარწიეს რა
ბიჟუტერია ის უკაცრავად რა ძვირფასეულობა უკეთია და როგორ რაფასის მაჯის საათებს ხმარობს და ასე შემდეგ აღარ მინდა მე ეკონომიკის მინისტრზე მაქვს საუბარი აღარ ვისაუბრებ ამ თემებზე დრო აღარ მაქვს თუმცა დაწვრილებით ვიცი ვის რა შემოსავალი აქვს და აგერ მინდებს ეს ფაქტები სულ ყველაფერი ხო და ეხლა შესაძლებელია ესენი დააკავონ კიდევაც და ციხეშიც გაუშვან და აქამდე თუ პოლიტიკაში განტევების ვაცები აღმოჩნდნენ ის ვიღაცები ვთქვათ იქ ლილუაშვილია იქ ღარიბაშვილია და ასე შემდეგ ეხლა უკვე ჩვენ ვხედავთ რომ ბიზნესშიც აღმოჩნდებიან განტევების ვაცები. ამ განტევების ვაცებს ჩვენ აუცილებლად წარმოგვიდგენს ხელისუფლება და გეტყვის რომ აი ჩვენ რა ყოჩაღები ვართ. ჩვენ კი არა, ამათი ბრალი იყო. ეხლა ნახეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ბატონო კობახიძემ რომ მოგმართავდით, რომ გეუბნებოდით, რომ ხალხი სულ ზღაფავს, ხალხი მშიერია, უფრო და უფრო უკან მივდივართ, უფრო და უფრო გვიჭირს, უფრო და უფრო იზრდება ეს ფასები და უფრო აუტანელი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა და ძველგაზრდა უკვე გადის ამ ქვეყნიდან, რომ რაღაცნაირად თავიც გადაირჩინოს და აქ დარჩენილი ოჯახი გადაარჩინოს. ამაზე რომ გესაუბრებოდი წლების მანძილზე, ეხლა გაგახსენდა თქვენ ეს და ახლა ამბობთ რომ თურმე ეს ჩვენი ბრალი არ ყოფილა. თქვენ გახსოვთ მაშინ რომ გეუბნებოდით რომ რატომ არის ასეთი მაღალი ხელფასები, ჩვენ ხელისუფლებისგან ყოველთვის ვიღებდით პასუხს. გინდაც იგივე იმ კომუნალურ გადასახადებზე რომ ესო კერძო კომპანიებიაო და ჩვენო ვერჩავერევითო მაგ საქმიანობაშიო და რომ მოგინდათ ეხლა ძალიან კარგად ჩაერიეთ, ძალიან კარგათაც მიხვდით და ძალიან კარგათაც ეხლა ამის გაკონტროლება დაიწყეთ, მაგრამ ამის გაკონტროლება თქვენ იმიტომ კი არ დაიწყეთ ამ ფასების, რომ მართლა რეალურად ჩვენი დარდი გვაქვს, ჩვენ აგერ 400 გრამი ლობიო და 400 გრამი მაკარონი გვეყოფა თვის განმავლობაში, ხო დაგვიწესეთ ჩვენ ასეთი სასურსათო კალათა, მაგრამ თქვენ სხვა რამე გადარდებთ. თქვენ თანხები უნდა ამოიღოთ ისევე იმ ბიზნესმენებისგან, როგორც იღებთ ამ პოლიტიკოსებისგან, ამ განტევების ვაცებისგან და სად მიდის მე ეს თანხები და როგორ მიდის ეს თანხები, ამას კიდევ თქვენ შემდეგ ხელისუფლება გამოიკვლევს და დარწმუნებული ვარ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა. ეხლა და რომ გეუბნებოდით რომ ესო კერძო ბიზნესიაო და ეს კერძო კომპანიებიაო. ეხლა ნახეთ ჩვენ დაგვიანონსეს რომ ახალი წლიდანო დენიო გაძვირდებაო. გაზიც გაძვირდებაო, მაგრამ გაზიო სავარაუდოთო 3 თვის შემდეგ, ანუ ზამთრის სეზონმა გადაიაროსო. ასე ვთქვათ და ვინ დაგვიანონსა ეს? ეს დაგვიანონსა უშუალოდ მარეგულირებელმა კომისიამ. ანუ მარეგულირებელმა კომისიამ ეს რომ დაგვიანონსა, ეს იმას ნიშნავს რომ ამას წყალი არ გავიდოდა, მაგრამ უცბად ხელისუფლების ჩარევით, ისე რომ ეს არც გამოჩენილა, ამის შესახებ არსად არ თქმულა, ისევ ხელისუფლება ერევა კულუარებიდან და შეგძლებიათ თქვენ ეს, თქვენ შეაჩერებინეთ ეს მომენტი და დენი არ გაძვირდა. თუმცა შესაძლებელია რომ მალე გაძვირდეს, მაგრამ ჯერჯერობით ის რომ მარეგულირებელ კომისიას თავისი სიტყვები უკაცრავად ამ სიტყვაზე და უკან გადააყლაპინეთ, ესე იგი შეგძლებიათ წლების განმავლობაში აი ამ ნავთობზე ხელს რო იშვერდით რომ ესო მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემოდა, ნავთობის ბირჟაზე ფასები ეცემოდა და ჩვენთან იზრდებოდა და რომ გეკითხებოდით უკვე პირდაპირ პასუხს გცემდით რომ რა ვქნათო ესო ის არისო რა ქვია ჩვენი ბრალი არ არისო ეს კერძო კომპანიებიაო. მე მინდა გითხრათ რომ აი ამ კომისიით შესაძლებელია ხელოვნურად ისევე როგორც წულუკიანის კომისიამ ხელოვნურად რაღაცა ვითომდა რომ შექმნა. აი ასე ხელოვნურად ფასების დაწევას დიდხანს ვერ იარსებებს. ეს ასე თავისუფალ ბაზარზე და თავისუფალ ეკონომიკაში ასე არ ხდება. ეხლა მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ეს ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აი ესე ხელოვნურად დაწეული ფასები აუცილებლად ძალიან მალე დაკარგავს თავის ფასს და ის კვლავ ისევ აიწევს. მაშინ როცა თქვენ გამოწურავთ იმ ბიზნესმენებს, აიღებთ იმ თანხებს, რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენ კვლავ მათ მიცემთ იმის საშუალებას, რომ ისევ მოუმატონ ის ფასები და ისევ ისეთი მონსტრები წარმოგვიჩინდეთ. გნებავთ იგივე სააფთიაქო ქსელში და გნებავთ იგივე ამ საკვები პროდუქტების ქსელში. ამას გააკეთებთ ისევ, ეხლა თქვენი ამოცანა გაქვთ გადასაწყვეტი და ასე რომ ნუ იშვერთ ხელს სხვისკენ. ყოველთვის და ყველაფერში თუ რამე გაკეთდება, თქვენი გაკეთებული იქნება, თუ რამე გაფუჭდება, ხელისუფლების გაფუჭებული იქნება.
ასე რომ აქ მართლა სულელები და რაღაცა უცოდინრები და ვოლსკის ბოთლების მბერავი არავინ გეგონოთ რა. ჩვენ ქართველი ხალხი ვარ და პროგრესულად მოაზროვნე ხალხი ვართ. სხვანაირად ვაზროვნებთ. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა გეგმშვიდობებით, კეთილი სურვილებით, შევხვდებით და გავაგრძელოთ ისევ საუბარი აი ასეთ მნიშვნელოვან თემებზე. კარგად გრძანდებოდეთ.